სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ყველაფერი კარგათაა. აბა გული რატო წაუვიდა? დედიკო, ჰემოგლობინის ბრალია, ხო? დამშვიდით ხალხნო. ვერ გაიგეთ რა თქვა, ყველაფერი კარგადაა, არანიკა. საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანეთ. კომა, გზავრობა. ამიტომ თავს უნდა გავუფრთხილდეთ. მეც მაგას ვეუბნები სულ, მაგრამ მიჯერებს? ხარ ისი გაკეთება უნდა, ხარ ისი. კაი რა ეთო რა. გამიწყალეთ რა გული. აბა სულ ასე უმოძრაოთ, ხო არ ვიქნები. შენ მაინც უთხარი ნიკა. არა, მოძრაობა მართლა ცუდია. უბრალოდ თქვენ ჰემოგლობინი გაქვთ დაბალი. ამიტომ გული რო გადაიტვირთოს, მკვეთრი მოძრაობები საჭირო არ არის. ამის უნდა დაისვენოთ. ჩემი გული მარტო ამათი სიყვარულით იტვირთება. აბა სხვას არაფერს არ მაკეთებინებენ და. ნიკა, რამე წამლები უნდა? არა, ამიტომ რასაც სვამს, დავტოვოთ ეს. თუ რამე იქნება საჭირო, მე ამოვუგა. უნდა ვაცადოთ ორგანიზმს ნელ-ნელა აღდგენა რა. რკინის გადასხმას არ საჭიროებთ. ამიტომ კარგად რო გახდეთ, წოლად და დასვენებაა საჭირო. აი მე კიდე დასვენებაო. ისე ბავშვებო მესმის მეც ეთოსი, არ შეუძლია მაგას ესე უმოქმედოდ გაჩერება. მაგრამ ეთუნა ეხლა შენებზეც უნდა იფიქრო. შენი კარგად ყოფნა, ამათი კარგად ყოფნა. ეთერი დედა უნდა გაიგოთ, რომ რეაბილიტაციის პროცესი იქნება ხანგრძლივი. ამიტომ საჭიროა კიდევ და კიდევ დასვენება. მორჩა, დღეიდან ვეღარ შემაცდენ ხოლმე. თავიდან ვეღარ მომიშორებ. აი ხედა, ესე თბილად უნდა მეკცეოდე შენც. გაანებე ჩემ ბიჭ თავი, გიждდება შენი გულისთვის, ვითომ არ იცის. ხო დარჩებით. ოპერაცია მაქვს. არა, მარი, ვერა, ხო იცი მე მამა შენი იჯუჯღონებს. იცი რა მომისმინე? თუ რამე არ დაგიჯერა, ეგრევე მირეკავ და ამოვალ იმ წუთშივე, შენ არ მოგერიდოს დამირეკე. აი მე ძალადობაზე გადავიდა ეს ქალი რა. გააჩერე ეს, გავცივდი კაცო. ოხეთო. როგორც იქნა? აი მე ვერ წარმოიდგენთ როგორ მომენატრე. ომეც. დედა გიორგი შენ კიდე უფრო გასიმპათიურებულ ხარ, ასე არ შეიძლება. სოლთაყოფნა მომიხდა. და ვერ წარმოიდგენ მომატარა მთელი ინგლისი. დედიკო ძალიან ხომ არ გადაიღალე? არ ამის ხალში დედა? ასაბობ იოგის, ესე იგი სწორი კვების, ბავშვის, დედის, ყველაფრის კურსები გამატარა საერთოდ. ვერ წარმოიდგენთ იმდენი რამე ვნახოთ. აი უგემრიელესი ავოკადოს ტოსტები მოგიმზადა. ვაიმე დედა გეხვეწები რა, ოღონდ ახლა არა ავოკადოს ტოსტი არ მინდა. ხო, აი ხო შეიძლება ახალი ჩამოსული ვარ და ჰამბურგერი მაგალითად ერთხელ ვჭამ. გიორგი. კარგი, ამ ერთხელ შეიძლება. ოღონდ გამოძახება არ გამაგონოთ. ფარში მაქვს და მე თვითონ მოვამზადებ უგემრიელეს და უჯანსაღეს ჰამბურგერს. მგონია რომ მალე სიჯანსაღის ტოქსიკოზი დამეწმება. კარგი, ერთი მომიყევით რა დრო გაატარეს. რა ვიდე და სასწაული იყო, აი ოღონდ მართლა. ვაიმე გიორგი გეხვეწები, კაპკეიკების ისტორია მოვუყავი, თუ მე მოვუყვე. მოდი შენ დაიწყე, მე გავაგზავნე. აუ, მოკლედ გუშინ წინ წამიყვანა ნოთინგ ჰილში რა. ხო და წარმოიდგინე, ჯერ ძალიან გავემზადეთ. არა, მაინც ვერ გავიგე, ეხლა მე რა წინ და უკან სიარული აგიტყვით რა.
ანარგეზარებათან ერთს ან მეორეს. აი შეკალო მოკვდა ეს ბავშვი ქათმების ღორების და ამ ვენახის ყურებით. წავიყვან 5 წელიწადში ერთხელ ჩამოდის ის ქალი და მოენატრა მაიკოსაც. კაი ხო, მაგრამ გია მაინც აგიყვანოთ. ვისაც მყავს? დედა, ნათესავი ჩამოუვიდეთ ამათ და ჩაარბენინე უცებ თბილისში რა. დღეს რა რაღა დღესა გიტყდათ ხო დღეს ვერ ხვალ წაგიყვათ ხო? არა უშერ შვილო იყავი დარჩი ჩვენ წავალთ და საღამოს ჩამოვალთ თან მზად ვართ უკვე. არა შენ რა საქმე გაქერთია? ანზორა კლავს ხბოს. ხო და უნდა მივეხმარო რა იმაში. დალევაში. ხო, არა დედა რა. ვიცი ხო უნდა იჯაყჯაყოთ იმ მარშრუტკაში ან ცუდად რო გახდეს ან გული აერიოს აი ვინ გითხრა რომ მარშრუტკით მივდივართ. აბა შენი მეზობელი რო არის ტაქსისტი რამინი ხო იცი? მას მოველაპარაკე და მივყავართ. და მეორე კიდეც რო რამე იყოს აგერ ჩანთა სავსე მაგ წამლებით რამე რო დაჭირდეს აგერ არ. გინდა შენ წასვლა? რა იყო შაკალო კი არ ვიტაცებ ჩემ შვილს. დედა ვინ გითხრა მე იტაცებო? კი მინდა მომენატრა ლეილა დეიდა თან ქორწილის მერე არ მინახავს. კაი ხო, კაი გაგაცილებთ მაინც. რა საკეთებ გოგო? დადევი მაგი მანდ? არა ამძი. დადევი მანდ? ხათუნა ხელი არ მოაკიდებინო ამას იცოდე რა. არაფერი არ უდევს ისეთი რომ ძიმე იყოს წავედით. იმედია რაღაცა მიგაქვთ იმ ქალთან მოსაკითხი. აი მე თბილისში უყიდით წავედით ნონას მიდი. ასე ადრე რატომ დაგვიბარო ეს? ასე არ ვარ. იმედია ოპერაციაა. ძალიან პუნქტუალური რეზიდენტები კი მყავხართ, მაგრამ ნახოთ დღეს თქვენ საქმეში რამდენად პროფესიონალები იქნებით. ოპერაციაა? არა. ოპერაციამდე ჯერ ადრეა. ჯერ მაქამდე პატარ-პატარა გამოცდების ჩავარება მოგიწევთ. ანუ დღეს გვაქვს გამოცდა. სწორად მიხვდით. როგორც იქნა. ანუ არ ნერვიულობთ. არა რა არის ანერვიულო? ხო, დიდად ესეთი რთული გამოცდები არ იქნება, ჯერ მოგთელავთ თავიდან, ნახოთ რისი შესაძლებლობები გაქვს. მე უკვე სერიოზულ დავალებებზეც გადავალთ. და დღეს რა დაგვევალება? ეხლა პაციენტებს კათეტერები უნდა ჩაუყენოთ. საერთო საქმეს ვაკეთებინა აქვს. ლიზა, თუ ასე გიადვილება, მაშინ შენგან დავიწყოთ პირველი. ძალიან კარგი. დავიწყოთ. კარგი, მაშინ 15 წუთში მიმღებში გელოდებით. დღეს გადმომაწოდა ნონამ და გემრიელესია მართლა. დამიდე რა. მე არ ვიცი საქართველოს ჰავაზე დამემართა თუ რა მჭირს, მაგრამ სუმშია, სულჭამ. აუ ზუსტად ისე გამოიყურება ეთერი რო გვიცხობდა ბავშვობაში. აუ შენ რა მითხარი, ყობა გამოჩნდა, იმის რაც პოლიციიდან გამოვიდა. ჩუმად რა, ეთერი მარიცის და არ გაიგოს. მე არ ვიცი რა. რა გადაიტანა საერთოდ თუ მჯეროდეს? არ მითხრა რომ ახსენდება ეხლაც მაჟრიელებს მართლა. კაი ხო გავიარეთ რაღაცა გაჟრიალებ. თან მე ველაპარაკე კობას და შეიძლება ცხოვრების ბოლომდე აღარ გამოჩნდეს. შეუსრულო ამან. ხო, არ გამოჩენილა. ცოტა კი მიყვირს, მაგრამ იმედია ასეც გაგრძელდება. რა ხდება? კაი, ყობა გავიგეთ, მაგრამ რა მარა? ნიკა, რა პერსპექტივებია? არ ვიცი, მგონი არანაირი. არ ვიცი და მგონი არანაირი, უკვე რაღაცას ნიშნავს. კაი, ნუ აბნევ. მოყევი ხა. არ ვიცი რა, იდეალური ბიჭია. ისე დროს დამიდგა გვერდში, როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა. კეთილია, მზრუნველი, სიმპათიური. მაგრამ არც ახალი ურთიერთობის თავი მაქვს და არც ახალი დრამების. სხვა დროს, სხვა ადგილას შეიძლება მეფიქრა კიდეც. ეხლა როგორ ჭიკჭიკებს, მე მგონი მართლა აქ იმ ბიჭს რაღაც შანსები. არა თქო. ნუ ეკნებოდაო სხვა დროს და სხვა ადგილასო. შეიძლება თქო. მოკლედ ნიკა შანსი აქვს. რა გჭირს შენ? ჩვენ ნიკას კი არ გულშემატკივრობ, ჩვენზე ვფიქრობ, ჩვენ გვინდა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ დაამთავრე ყველაფერი შენ ქმართან, მაშინ რატომაც არა? და თუ ახლა ისევ გაქვს შენი ქმრის მიმართ რაღაც გრძნობები, მაშინ? რა ვიცი რა. ძალიან გემრიელი ლიქიორი მაქვს და მოვიტან. აუ არა, მე ჭაჭა მომიტან და ძალიან გთხოვ ხილის რა. შენ წენს მოგიტან.
ცოტა ცივია. დისკომფორტს თუ იხსნობთ, მითხარით, კარგით? კარგი. კარგი, ნუ გეშინია, გოგო, ხო არ მშობია რომ კარგი. ორჯერ გაქვთ ნამშობიარევით, ამის როგორ შეგეშინდათ? რა ვიცი, ასხივებსო და ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერ დაგასხივებთ. სქესი ვიცით ალბათ. კი, ბიჭია. ჩვენ ბავშვის ჯანმრთელობა გვაინტერესებს. თავის ტვინი კარგია. ხერხემალიც კარგია. გული ვნახოთ. გულიც ნორმაში გვაქვს. აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი გყავთ. თქვენ გაიხარეთ. და ბიჭიო ვინ გითხრათ? რა მოხდა? 100% შემილია გითხრათ რომ გოგოა. რა? და დარწმუნებული ხართ ექიმო? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. წინა ორი ბიჭია, ხო ბიჭები არიან? არა, გოგოები. არა უშავს. მეოთხე იქნება ბიჭი. წინაზეც ესე მეუბნებოდნენ. შეცდომის შანსი არის. გამორიცხულია, მე შემიძლია ფოტო ამოგიბეჭდოთ. არა, არ გვინდა. არა. კატო. დედა, რა საკეთებ? დაგვაგვიანდა. სად? რა სად? ინგლისური გაქვს. კატო. აღარ მინდა მან სიარული. რატო დედა? იცი რატომაც. კაინა დედიკო რა, შენ პატარა ხარ, რაღაცები არ იცი. ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. არ მინდა არც მაგ ინგლისურზე სიარული და არც მასწავლებელთან. საერთოდ აღარაფერი აღარ მინდა. დედა, რატო იქცევი ესე? შენ ხო იცი რომ ყველაფერს შენი გულისთვის ვაკეთებ. სხვა შორის ეს ინგლისურიც შენ გჭირდება. მე ელენეც ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ ეხლა როგორ გაიქნება ჩემი მეგობარი? რა ქენი? შენ? აუ რა ვიგო ძალიან კაი იყო. თან მარტივი არა?